27, ტელეფონი 2700. S-Motorsi, ხარისხი დეტალებშია. სადაც არ უნდა იყო, ჩართე ჩვენებური. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი წარმოგიდგენთ. ბიზნეს გადაცემა, მომავალი თაობის ბიზნესი. ორშაბათს და ხუთშაბათს, 15 საათზე. რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში? კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში. ორშაბათს და ხუთშაბათს, 15 საათზე. მომავალი თაობის ბიზნესი. ჩვენებურზე. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი. მოგესალმებით ძვირფას რადიო მსმენელებო, უსმენთ ჩვენებურს 15 საათი შესრულდა, დღეს გახლავთ 29 ოქტომბერი, უკვე ხუთშაბათია, შესაბამისად კიდევ ერთი მორიგი გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი, კვლავ ეთერშია, ჩვენ კვლავ საუბრობთ ქართულ ბიზნესზე, კვლავ მის გამოწვევებზე, ვეხებით სხვადასხვა სფეროებს და განსაკუთრებით მომავალი თაობის ბიზნესს ვეხებით და სწორედ ამიტომ დღეს მოვიწვიეთ IT სფეროში მოღვაწე კომპანიის IT Craft-ის დამფუძნებელი და დირექტორი ბატონი გიორგი მიქაცაძე. ეს გახლავთ IT outsource კომპანია, რომელიც ძალიან საინტერესო სპექტრის მომსახურებას თავაზობს კომპანიებს და ფიზიკურ პირებს. ეს ბრენდი თავად IT Craft-ი ბაზარზე გამოჩნდა 2018 წელს და საკმაოდ წარმატებულად დაიმკვიდრა ადგილი, სწორედ ამიტომ მოხდა ეს ჩვენს ობიექტივში და ჩვენ ვცდილობთ უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ კომპანიაში, ამ სფეროში, გავეცნოთ იმ მიდგომებს, რომელიც მათ აქვთ ბიზნესის მიმართ და აქ არის საკმაოდ გამოცდილი გუნდი, თავშეყრილი, ეს არის 13 წლიანი გამოცდილება დაახლოებით IT სფეროში. მოკლედ, სიტყვით გადავალ ბატონ გიორგისთან. გიორგი, მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენებურს. მადლობა რომ მოიცალეთ და ამ ასე ვთქვათ შეზღუდვების ჟამს შეძელით ჩვენთან გამოსვლა. ჩვენ მსმენელს ვეთყვი, ვინც ვერ გვიყურებს Facebook-ზე და უბრალოდ FM-ზე გვისმენს ან ინტერნეტში, რომ ჩვენ სრულად ვიცავთ ესე ვთქვათ წესებს და 2 მეტრიან დისტანციას პირდაპირ ეთერშიც კი. შესაბამისად, მოდით ვისაუბროთ IT Craft-ზე და ზოგადად თქვენ სფეროზე, გიორგი. მე თავიდანვე დაგასწრებთ და ვიტყვი, რომ აქ არის რამდენიმე სერვისი, ეს არის სერვერების კოლოკაცია, საპორტი, ასევე ტექნიკის შეკეთება, ფიზიკურად, უსაფრთხოების სისტემები, სახანძრო უსაფრთხოება და IT outsourcing-ი, ასევე მრავალი სხვა. თუმცა მოდით დავიწყოთ დაარსების მომენტიდან. უფრო სწორედ ახალი ბრენდის ჩამოყალიბების მომენტიდან. მე ვიცი რომ თქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ, დაახლოებით 12-13 წლიანი და თქვენ გადაწყვეტეთ რატომღაც 2018 წელს დაგეარსებინათ ეს კომპანია და რა გამოწვევების წინაშე იდგა თავიდანვე ამ ასე ვთქვათ საკმაოდ რთული კონკურენციის პირობებში, ვინაიდან მოდით ვაღიაროთ რომ ეს სფერო საკმაოდ გაჯერებულია დღეს და მისასალმებელი ამბავია. როგორი იყო მთავარი გამოწვევები IT Craft-ისთვის პირველ ეტაპზე დაარსებიდან? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოკლედ IT Craft-ის ბრენდის შექმნიდან, ფაქტიურად ბრენდი რო შეიქმნა, ქონდა რა თქმა უნდა ნაცნობობა, ძალიან დიდი გამოცდილება და გვიცნობდა ბაზარი, უბრალოდ გვიცნობდა სხვა ბრენდის ქვეშ. თუმცა იყო ხოლმე ესეთი საუბარიც, რომ ბრენდს იმდენად ადამიანებს საქართველოში როგორც წესი, ადამიანებს უფრო ენდობიან ვიდრე ბრენდს. და შესაბამისად ადამიანურმა რესურსმა შეძლო ის, რომ ბრენდს სახელი დაუმკვიდრა ბაზარზე. რასაც ქვია IT Craft-ი, წარმატებულად ვაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას, თქვენაც ჩამოთვალეთ მოკლედ იმ სერვისებიდან გამომდინარე, ნდობიდან გამომდინარე, დღესდღეობით ბიზნესი, როდესაც გაძლევს თავისი IT ინფრასტრუქტურას და მართავ, ეს ნიშნავს, რომ თავისი ძირითადი ინფორმაციის მატარებელი ხარ შენ, როგორც კომპანია. რასაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჭირდება, არა მარტო კომპანიის დამფუძნებლების, არამედ თითოეული თანამშრომლის. რა თქმა უნდა, თანამშრომელს როცა ჩვენ აგვყავს სამსახურში, თავიდან ბოლომდე ვაცნობთ შიდა განაწესს, აბსოლუტურად ვაფორმებთ ხელშეკრულებებს კონფიდენციალურობის სახით, რადგან როგორც აღნიშნე, ინფორმაციის დაცულობა არის დღესდღეობით ყველაზე მთავარი. დღეს არის ყველაზე მთავარი კომპანიისთვის ინფორმაცია და
თანამშრომელი. ანუ თანამშრომელი კი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ინფორმაციის დაკარგვის შემთხვევაში უკვე იქნება შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემები. შესაძლებელია ზოგი ბიზნესი გააჩეროს კიდეც ინფორმაციის დაცულობამ. ეს ყველაფერი ჩვენ გათვითცნობიერებული გვაქვს, გაანალიზებული გვაქვს და ამიტომ ზრუნავთ თითოეულ ჩვენ მომხმარებელზე, ჩვენ პარტნიორზე ესე ვიტყვი. არც თუ ისე ცოტაა ჩვენს პორტფოლიოში, ყავს საკმაოდ დიდი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ჩვენ ვთავაზობთ დაცულობის სისტემას, მონიტორინგის სისტემას, უსაფრთხოების სისტემას და ყიდით სერვისებს ძირითადად. ანუ ტექნიკის გაყიდვაზე არ ვართ ორიენტირებული, ვართ სერვისის გაყიდვაზე, რაც გულისხმობს იგივე თქვენთან ჩამოთვლილ პროდუქტებს. გიორგი, მინდა დავაზუსტო, თქვენ აი ეს ჩამონათვალი, რაც ჩვენ ხო გავაცანით სვენელს, გახსნის დღიდან გქონდათ თუ ნელ-ნელა? არა, გახსნის დღიდან იყო ეს სერვისები. ბაზარი ითხოვდა, როგორც გითხარით, ჩვენ გუნდი, რომელმაც ეს ყველაფერი დავიწყეთ და როგორც IT Crafts ბრენდს აუდგით, სახელი თუმცა შეპესე უფრო დიდი ხნის არის, აუდგით ფეხი ბრენდს, ეს სერვისები ყველაფერი გქონდა და უბრალოდ ეს უფრო რეკლამის კუთხით გავაცანით მომხმარებლებს ინფორმაცია მივაწოდეთ და შესაბამისად არსებული მომხმარებლები ვინც იყო ჩვენი რეკომენდაციები არის ძალიან ხშირად იმდენად გაყიდვებზე არ ვართ ორიენტირებული და არ ვაწარმოებთ გაყიდვების კამპანიებს, იმიტომ რომ რეკომენდაციები უფრო დიდ როლს თამაშობს ჩვენ სფეროში. კიდევ დავკონკრეტებ, იმიტომ რომ ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ინფორმაცია როგორ მოიპოვეთ პირველი მომხმარებელი IT Crafts-ის, ესე ვთქვათ, ქვეშ, მე დაკონკრეტებას არ გთხოვთ ბრენდისა, მაგრამ აი პირველი ნაბიჯები როგორი იყო? ძალიან საინტერესო, ახლა ბევრი ენთუზიასტი გვისმენს, ბევრს სურვილი აქვს რაღაცა ამ ბიზნესში შემოვიდეს. რა იყო პირველი გამოწვევა და სად იყო სირთულეები? მოდი აქედან დავიწყოთ. პირველი გამოწვევა რეალურად, როგორც თქვი, ჩვენ ყავდა პორტფოლიო გქონდა და ისევ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენი სწორად მიტანილი ინფორმაციით მომხმარებელთან, რომელიც გადამოწმებადი იყო, აბსოლუტურად ღია ვართ ყველასთან, გინდაც პარტნიორებთან, გინდაც კონკურენტებთან, არაფერი, რაც არის რეალურად იმას ვაკეთებთ, იმას ვამბობთ და შესაბამისად იქიდან გამომდინარე მოქმედებთ. შესაბამისად, როცა ადამიანთან მიდიხარ კომპანიასთან და როგორც კომპანია ესაუბრები და იწოვი ნდობას და რეალურად არ ატყუებ, შესაბამისად, პრობლემებიც არ ყოფილა დიდი ახალი პარტნიორების მოსაძიებლად. ფაქტიურად ყველა სერვისი, რასაც ვთავაზობთ მომხმარებელს, პლუს ამას ვამყარებთ ხელშეკრულებით, ხელშეკრულებაში პლუს ვდებთ რისკებს, თუნდაც ფინანსურს, რომ მე თუ თქვენ დაგაზარალებთ, მაგალითად პირობითად და ჩემს გამო დაკარგავთ ინფორმაციას ან რაღაც მოხდება, მე ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას. კი, კომპანია იღებს პასუხისმგებლობას ფინანსურ რისკებზეც კი, რაც ჩვენთვის ეს უფრო მეტად მომხმარებლის თვალში პროფესიონალიზმის რაც ხედავს, რა თქმა უნდა, ხა როცა კი, მაგრამ ეს ხომ ძალიან დიდი რისკია თქვენთვის. ანუ მე ვიცი რომ სულ უფრო და უფრო ჩვენ ეთერს გარეთაც ვისაუბრეთ რომ გახშირდა შეტევები ზოგადად და აი რამდენად დაცულია, მოდი აქვე გკითხავთ, ყველა სტუმარს ვეკითხებით, თქვენც მინდა გკითხოთ, რა ხერხებით იცავთ თქვენ თავს აი სწორედ ამ ხელა რისკებზე წასვლის ფონზე? დიახ. ჩვენ პერიოდულად ინვესტიციას ვდებთ აპარატურის შესყიდვაში, რადგან სერვისს ვყიდით, თვითონ ჩვენ აპარატურას ვაქირავებთ, ესე რომ ვთქვათ, და ვაყოლებთ სერვისს. ვაკეთებთ, გვაქვს ბექაპირების სისტემები აწყობილი, რაც საბუღალტრო პროგრამებზეა უფრო გათვლილი. პლუს ინფორმაცია მომხმარებლების, რომელიც აქვს პირადი ინფორმაცია, ამასაც ვაბექაპებთ, ესე რომ ვთქვათ, ვინახავთ ჩვენივე მოწყობილობებზე, რომელიც მომხმარებელთან შეთანხმებულია, რა თქმა უნდა, და ვაკეთებთ დაახლოებით 3-4 ადგილას ამის ბექაპირებას. და პლუს ვეუბნებით, თუ რაღაცა განსაკუთრებული მოხდა, რაც ჩვენ შემთხვევაში ძალიან მინიმუმზე გვაქვს დაყვანილი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში დავკარგოთ 1 დღის საბუღალტრო გატარება, რომელიც ან 2 საათის მაქსიმუმ ყველაზე ცუდ შემთხვევაში. რეალურად ეს ესეა, პრაქტიკაში გქონია ჩვენც, რა თქმა უნდა, ხა რაღაც შემთხვევები, თუმცა ერთი ფაქტია არაფერი არ დაგვიკარგია, არანაირი ინფორმაცია. ეხლაც წეგანაც ვისაუბრეთ, ჩვენ გავამახორციელებთ ინვესტიცია, შევისყიდეთ ახალი აპარატურა, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის, ინტერნეტ ქსელის დაცულობას. რომ ისევ მომხმარებლები იყვნენ დაცულები და ჩვენც რა თქმა უნდა მათთან დაცულები. ჩვენ ხშირია ეს შეტევები, გიორგი? ზოგადად ძალიან ხშირია შეტევები, სულ უნდა ხელი გვეჭიროს პულსზე და ვიყოთ ყურად. ეს ხდება საქართველოდან თუ? არა, საქართველოდან იმდენად არა, უფრო რუსეთი, ინდოეთი და სხვადასხვა ქვეყნებიდან ხდება კი ბატონო. ძალიან ხშირია სხვათა შორის. საქართველოშიც არაერთხელ ამ ბოლოს მსმენია ბევრი შეტევა, რომელიც ბევრი ცუდად დასრულდა ინფორმაციებიდან გამომდინარე, ზოგმა შეძლო ის ბექაპირების სისტემა. თქვენ ესე ვთქვათ იგერიებთ ამ შეტევებს? ყველა კი, თითქმის 99%-ით ვიგერიებთ, თუმცა 100%-იანი დაცვა რეალურად არ არსებობს.
IT სფეროში. გასაგები. აი, ჭირდება გადაზღვევები და ჭირდება რეპუტაციაზეც ფიქრი, მომხმარებელზეც ფიქრი და ინვესტიციის ჩადება არ უნდა დაგვეზაროს. აი ძალიან ბევრი ახლა გვისმენს და შეიძლება წარმოდგენაც არ აქვს რომ ასეთი რისკები არსებობს ზოგადად და უბრალოდ სმენიათ ბანკი მოგწერს რომ ფიშინგი და ასე შემდეგ, მაგრამ პირდაპირ დარტყმის მონდომების შემთხვევაში პირდაპირ დარტყმის განხორციელება არც ისე რთულია, მცოდნე ჰაკერისთვის მოდი ასე ვთქვათ და საკმაოდ დაცული უნდა ვიყოთ და როგორც ჩანს ამაში დიდ როლს აპარატურაც თამაშობს. რა თქმა უნდა, აპარატურის გარეშე ფაქტიურად და ცოდნაც რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს ახლა სერვერები გაქირავებული, რასაც ვეძახით და უფრო სერვისს ვაყოლებთ. შესაძლებელია სერვისი პირობითად იყოს რაღაც ძალიან დაბალ ფასში, რომელსაც უკვე თვითონ კომპანიამ უნდა გაუწიოს ამ სერვისი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში სერვერს ვაყოლებთ, ჩვენ სერვისს, მომსახურებას ვაყოლებთ, ინფორმაციის დაცულობაზე ვიღებთ პასუხისგებლობას, რომ რამე არ დაეკარგება და აბსოლუტურად ყველაფერზე ვართ პასუხისგებლები. უსაფრთხო ცდომებს ვაკეთებთ, რომ უსაფრთხოდ მოხდეს ამ ადამიანების თანამშრომლების დაკავშირება, რაშიც ასევე რესურსია საჭირო და კადრებია საჭირო. ჩვენ ამისთვის პერიოდულად ვაკეთებთ კადრების გადამზადებას, როგორც შიდა ჩვენთან ჩვენი ძალებით, ისე გარე სასწავლო წრეებში, ესე რომ ვთქვათ, ყავს რამდენიმე პარტნიორი, თუნდაც სწავლის კუთხით და რეალურად ყოველთვის ვართ მზად, თუნდაც კორონას დროს ყოველთვის დაუთმეთ ის დრო, რაც კომპანიები რო დაიკეტა ბევრი, ზოგს მომსახურება იმდენად აღარ ჭირდებოდა და ეს დრო გაუშვით განათლებაში და განვითარებაში, უფრო განვითარებაში ჩავდეთ დიდი ინვესტიცია. მე აუცილებლად მინდა დაუბრუნდე კორონას თემას და ზოგადად აი ამ პრობლემებს, რაც გამოიწვია ამ პანდემიამ. თუმცა თქვენ ახსენეთ სერვერები და მოდით ცოტათი განგვანათლეთ, ესე ვთქვათ, უფასო ტრენინგი ჩავატაროთ ჩემთვისაც მათ შორის და ალბათ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის, რომლებიც ვერ ერკვევიან ამ ტერმინოლოგიაში. აი სერვერების კოლოკაცია. ჯერ არის სერვერი და შემდეგ მისი კოლოკაცია რაც გულისხმობს რომ აგვიხსნათ. კი ბატონო, ეს არის თქვენი ერთ-ერთი სერვისი, ხომ ასე? სერვერის კოლოკაცია რეალურად ჩვენ თავაზობთ მომხმარებლებს, თავისივე სერვერი ჩვენთან წავიღოთ და ჩვენ უზრუნველყოთ. სერვერი ეს არის ინფორმაციის შესანახი ფიზიკური სივრცე. ფიზიკური სერვერია, ანუ ჩვეულებრივი მოწყობილობა არ კინა, რომელშიც აყენია სისტემა და ვიყენებთ ამას საბუღალტრო პროგრამები, როგორც ვახსენე, ასევე აღრიცხვის სისტემები და ბევრი სხვა რამ, აი დომენი ნიშნავს ცენტრალური მართვაც რო ავიღოთ დომეინ კონტროლერიდან ხდება. ეს ყველაფერი კეთდება სერვერიდან. შესაბამისად, თუ სერვერი არის ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენ ხა ინტერნეტში რო შევდივართ და რამე საიტს ვკრივავთ, ისიც სერვერზე შევდივართ, თუმცა ჩვენ ამას ვერ გვძნობთ. HR-ში არაფერი არ არის გამოკიდებული ეს. HR-ში რა თქმა უნდა, სადღაც არის განთავსებული cloud სისტემა, რომელზეც არის ეს ჩვენი ინფორმაცია და სადაც ვნახულობთ. Facebook-ზე შევდივართ ჩვენი ინფორმაცია. საბოლოო ჯამში მაინც სერვერამდე მივდივართ cloud სისტემიდან, ხო? ძილი სადღაც მაინც რკინაა. რკინაზე აყენია რამდენიმე ვირტუალური სერვერი, პროგრამულად რკინაზე, ამ სერვერზე და შესაბამისად იქ შეუძლია რამდენიმე მომხმარებელს თავისი ინფორმაცია განათავსოს და შესაბამისად მიიღოს სხვადასხვა სერვისები. თუმცა ამასაც ჭირდება როგორც აღნიშნე დაცულობა, ჩვენ შემთხვევაში როცა სერვერს ვაძლევთ, ვაყოლებთ სერვისს ასევე და თავიდან ბოლომდე საჭიროება რაც უდგათ, ნებისმიერ დროს ვართ ჩართული 24 საათის განმავლობაში. და კოლოკაცია? კოლოკაცია არის თქვენივე სერვერი რო წავიღოთ მაგალითად და დავდგათ ჩვენთან სასერვერში, უზრუნველყოთ ელექტროენერგიას. ფიზიკურად თქვენთან იყოს განლაგებული ეს სერვერი. და ჩვენ უზრუნველყოფთ კავშირებს, უსაფრთხოებას, დაზიანებას, თუ მონიტორინგის სისტემა აწყობილი და თუ დაზიანდა გაითიშა, მაგ შემთხვევაში ვხედავთ და ვიღებთ შესაბამის ონის. ანუ როგორც ჩანს უმჯობესია თქვენთან ინახებოდეს ჩვენი სერვერი ვიდრე ჩვენთან. რა თქმა უნდა, ელექტროენერგია, რამდენიმე ინტერნეტი და მონიტორინგიც ისევე იგივე. საპორტი რას გულისხმობს ეს? საპორტი გულისხმობს ჩვენ კომპანიებში ხელშეკრულებით თანამშრომლობ ძირითადად აუთსორსის შემთხვევაში, აუთსორს და საპორტს ერთად გავცემ პასუხს. თანამშრომლობთ კომპანიებთან, რომელსაც უწევთ საპორტს. ანუ საპორტი რას ნიშნავს? Windows-ის პრობლემა აქვს, რაღაც პროგრამის დაყენება გვინდა, აბსოლუტურად IT-ს ვიღებთ თავიდან ბოლომდე ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ. რაც კი შეიძლება კომპანიას ბანალურად რომ თქვათ IT მომსახურება. IT მომსახურება სრულად. თუ ეს არის ძალიან დიდი კომპანიები, მაგ შემთხვევაში ყავს პრაქტიკიდან გამომდინარე, გვაქვს ეს პრაქტიკაც. ყავს კომპანიაში დასმული ჩვენი ხელები და თვალები, რომელსაც რასაც ვეუბნებით აკეთებს და შესაბამისად გარედან უწევთ მომსახურებას უკვე ამ კომპანიას. მაშინ ჩდება კითხვა, გიორგი, აი თქვენ ამბობთ რომ აუთსორსი, როგორც მაგალითად ბუღალტერია ან იურისტი გემსახურება დისტანციურად, ასე ემსახურებით IT-ს მეშვეობით, მაგრამ
რამდენად ადვილია დისტანციაზე IT-ის მოწყობა. ხომ არის საჭიროება რომ კომპიუტერში რაღაცა შეიცვალოს ახალ პარამეტრები და ასე შემდეგ, ან ინტერნეტის წყვეტა გვაქვს. ამ შემთხვევაში როგორ იქცევით? თუ ინტერნეტში არ გადის კომპიუტერი, ამ შემთხვევაში ყავს ცალკე ჯგუფი, რომელსაც თავისი მენეჯერი ყავს, რა თქმა უნდა, ხდება ეგრევე პრევენცია, გადაეცემა ეს კონკრეტულ მენეჯერს და დაახლოებით გააჩნია ლოკაციას 20 წუთიდან მაქსიმუმ 1 საათამდე ადგილზე ვართ და უგვარებთ იმ პრობლემას. ანუ ფიზიკური მისვლა მაინც ხორციელდება. ფიზიკური მისვლა კი, რა თქმა უნდა, ხორციელდება, თან უპირატესობა აქვს აუთსორსინგს იმას, რომ არ ყავს ერთი უნივერსალური კადრი, რომელიც აკეთებს ყველაფერს, რაც პროფესიონალიზმზე ცოტა არ იყოს ეჭვიჩდება ყველაფერი ერთმა ადამიანმა IT-ში შეიძლება რომ იცოდეს. ანუ გამორიცხულია ყველაფერი რომ იცოდეს. ჩვენ ყავს სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტი და ეს გუნდი ქმნის ერთ დიდ პროდუქტს, რომელიც მომხმარებლისთვის არის უფრო კომფორტული და უფრო მარტივი და უფრო სწრაფიც, რა თქმა უნდა. პირდაპირ რომ მკითხოთ, რა უფრო ძვირიჯდება, ესე ვთქვათ, ის რომ თქვენი წარმომადგენელი იჯდეს კომპანიაში თუ თქვენ აუთსორსზე იმუშაოთ? ჩვენ რო აუთსორსზე ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებია, შესაბამისად თავისი კადრიც რო ყავს, იმაზე ნაკლებია ჩვენი მომსახურება. ანუ საკუთარი IT სპეციალისტი რომ ყავდეს, ამაზე ნაკლებია თქვენი აუთსორს მომსახურება. ნაკლებია უფრო პროფესიონალიზმი მეტია ჩვენი მხრიდან, პლუს არ გჭირდებათ გუნდი მუშაობს, არ გჭირდებათ კადრის გამოყოფა, კადრისთვის მაგიდის გამოყოფა, იქ არ იხდის საშემოსავლოს და იხდით თანხას კომპანიასთან, რომელსაც რა თქმა უნდა DGG-საც უკან ითვლით და შესაბამისად ხარჯი ყველანაირად დაახლოებით 30%-ით ნაკლები ჯდება ჩვენი სერვისი უფრო მაღალი პროფესიონალიზმით. პლუს ამას დავამატებ, ჩვენი თანამშრომლობს რეალურად იღებს ყველა სერვისს. მაგალითად, რაც კი შეიძლება კომპანიას დაჭირდეს, ამ IT მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ. ანუ შეკეთების სერვისიც, რომელიც ტექნიკის შეკეთება ერთ-ერთი პუნქტია. ძალიან ხშირია ზოგადად ახლა ტექნიკის დაზიანება, კომპანიას უზიანდება ტექნიკა, ან ახლის ჩანაცვლება ჭირდება, ან გაძლიერება ჭირდება. ამისთვის ჩვენივე სერვისი გვაქვს, რომელსაც უზრუნველყოფს ამ ყველაფერს და არ გვჭირდება სხვასთან ძიება არაფრის. და ესეც კომფორტია ერთგვარი, როცა საკურიერო მომსახურებას თავაზობ დღეს ან დარეკვიდან 9 საათში მიდის ჩვენი წარმომადგენელი მოაქვს და შეკეთებულს იმ დღესვე ვაბრუნებთ უკან ძალიან ხშირად, ეს უკვე კომფორტია და ძალიან კარგია, როცა თქვენი საკუთარი IT ვერ უზრუნველყოფს ფაქტიურად ამას, იმიტომ რომ არც აქვს თავისი სერვისი, არ იცი სად რა უნდა იყიდოს და ჩვენ გვაქვს ყველა კანალი რა უნდა გავაკეთოთ, რომ დროშიც მოვიგოთ. სერვისების თემა მინდა ბოლომდე გავიარო, ეს არის უსაფრთხოების სისტემები, ასევე და სახანძრო უსაფრთხოება. აი ამ თემაში როგორ არის თქვენი კომპანია პოზიციონირებული? ჩვენი კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ არის ზოგადად IT კომპანიები, რომელიც მუშაობს რაღაც აღებული აქვს კონკრეტული მიმართულებები. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე სერვისი, რომელსაც ყავს ყველას თავისი პასუხისმგებელი მენეჯერი. ანუ ყველა მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, კამერებზე მუშაობს სხვა მიმართულების ადამიანები, სახანძროზე სხვა მიმართულების ადამიანები. ჩვენ თავიდან ბოლომდე შეგვიძლია ავიღოთ კომპანია, ნებისმიერი ზომის შენობა იქნება ეს თუ რაც იქნება, გავმართოთ სახანძრო სისტემით, კამერებით, გახმოვანების სისტემად, დინამიკები ჭირდება ზოგჯერ შემთხვევაში მოთხოვნიდან გამომდინარე და 51 დადგენილება, როგორც არის სახანძროს მიმართულებით, თავიდან ბოლომდე დავაკმაყოფილოთ და ჩავაბაროთ სრულად თავის აპარატურით, თავის გამართული სისტემა. რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი ფასები ბაზარზე? კონკურენტუნარიანია, იმიტომ რომ ჩვენი, როგორც აღნიშნე, ტექნიკის გაყიდვა არ არის ჩვენი მიმართულება, უფრო არის სერვისი. შესაბამისად, ტექნიკაში გვაქვს შედარებით დაბალი მარჟა, რა თქმა უნდა, რაც დაშვებულზე დაბალი არ არის, იმაზე დაბალი არ გვაქვს და ძირითადად სერვისის კუთხით რო მივდივართ, მაგ შემთხვევაში კონკურენტუნარიანია. გიორგი, თუ არის მომსახურება ხელმისაწვდომი იგივე თბილისის ფარგლებს გარეთ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ცენტრალური ოფისი თქვენ თბილისში გაქვთ. დიახ. და მისამართი თუ შეიძლება რომ მისამართი ის არის აფაქიძის 7 ნომერი სპორტის სასახლის ეზოში ბიზნეს ცენტრთან. რეგიონებში ყავს წარმომადგენლები, ყავს ასევე მომხმარებლები, პარტნიორები ბათუმშიც, ქუთაისშიც, იმერეთში, კერძოდ ჭიათურას აღნიშნა, მოკლედ არც ისეთ დიდი ქალაქია, თუმცა ბევრი სერვისი ჭირდებათ, კახეთშიც ასევე და საჭიროების შემთხვევაში ჩადის ჯგუფი თუ დაუშვათ ადგილობრივი ვერ აგვარებს, მაგრამ ეს ჩასვლა არ ხდება 2-3 დღის შემდეგ, პრობლემის დაფიქსირებისთანავე ხდება წასვლა, არ აქვს მნიშვნელობა დროს. ანუ რეალურად რეგიონი ღებულობს იგივე მომსახურებას როგორც თბილისი, ხარისხში არ არის განსხვავება. არანაირი განსხვავება არ არის. მიუხედავად მანძილის. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა თვითონ თანამშრომლების რაოდენობა და როგორ ხდება მათი შერჩევა თქვენს კომპანიაში, ანუ არის აქ იყო თქვენამდე, ვთქვათ, IT სფეროში მოღვაწე კომპანიებმა დააფიქსირეს
ესეთი პოზიცია, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა პროფესიონალების კუთხით და ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ ჯერჯერობით ვერ არის მომწიფებული გონებრივად იმ დონემდე, რომ დაკავდეს IT-ის სფეროთი, არა და ეს არის მომავალი თაობის პროფესია. აი თქვენ შემთხვევაში რამდენად ადვილია პროფესიონალების პოვნა, აკეთებთ თუ არა, ახორციელებთ თუ არა მათ გადამზადებას და რამდენი ადამიანია დღეს დასაქმებული IT კრაფტში? IT კრაფტში არის 35 კადრი დასაქმებული, აქედან ძირითადი არის ოფისში 30 ადამიანი, დანარჩენი ყავს პროექტებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვეულებრივ ჩვენ შტატში ზიან და აკეთებენ თავის საქმეს. როგორც აღნიშნე, ჩვენ ვამზადებთ კადრებს, ანუ ახალი კადრები რო გვყავს, არის ძალიან ძნელი კადრის აყვანა. აქტიურად თქვენს ეთანხმებით ამ რთულია, რა თქმა უნდა, ძალიან ჭირს კარგი კადრის აყვანა, პროფესიულ დონეზე ვიძახით, თორე შეიძლება ადამიანი. იმედი მაქვს, სვენელს ესმის ახლა, რომ აი უამრავი IT კომპანია აცხადებს, რომ პროფესიონალების დეფიციტია და საერთოდ მსურველების დეფიციტიც არის და ამიტომ მე მიმართავ საზოგადოებას, ვისაც აქვს ტექნიკური ნიჭი, არის სურვილი, მე მგონი დროა ამ განათლებით დავკავდეთ და რაღაცა სამსახურის შოვნა უკვე არ გაგუჭირდება. უნდა აუბათ მხარი. განაგრძეთ ხოთ. ჩვენ ასევე პლუს გვაქვს რამდენიმე უნივერსიტეტთან, ერთ-ერთ საქართველოს უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმებული, არის ასევე გლდანის კოლეჯი, საიდანაც ჩვენ კადრების გადამზადების კუთხით სტაჟირებაზე მოდიან. თუ დაუშვათ იქ უკვე გამოვლინდება ისეთი ადამიანი, რომელსაც დაინტერესება აქვს და უკვე უნდა ამ მიმართულებით წავიდეს, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვზრდით, ვატრეინინგებთ და ვასაქმებთ ჩვენთან. პლუს კიდე ქონდა ხოლმე ესეთი საუბარი, თავარი ადამიანი მოვიდეს მონდომებული და არ იცოდეს არაფერი. თავარია სურვილი კონდეს და განვითარება და გაზრდა. არის საჭირო რაღაცა კონკრეტული უნარჩვევების ქონა, ხომ? შეიძლება რაღაცა გამოვიდეს მაინც პროფესიონალი და ადგეს მისგან კონკრეტული. ხო, ან ჩვენთან არის ახლა საფეხურები, მაგალითად იწყება დაბლიდან, მე ნელ-ნელა იზრდება ის ადამიანი, პლუს ვეხმარებით იმაში, რომ საერთაშორისო სერტიფიკატები აიღონ მათ შორის გადამზადების კუთხით, საჭიროების შემთხვევაში და სრულის გამოთქმის შემთხვევაში მზად ვართ იმისთვისაც, რომ გადავამზადოთ რამდენჯერმე ეს ადამიანი, რომ ეს უკვე მეტყველებს ჩვენ ხარისხზე, რა თქმა უნდა. თუ ჩვენ ძლიერი კადრები გვეყოლება და გვყავს კიდეც, მაშინ ვართ ძლიერები. შესაბამისად, როგორი ძლიერი არ უნდა იყოს და ძალიან მცოდნე და თუნდაც დამფუძნებელი, თუნდაც ერთი ადამიანი, ხო, მაგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს დიდი ბაზარი, არც ისეთი დიდი ბაზარი, კონკურენცია დიდი და შესაბამისად ხარისხს სჭირდება დროული დროც რო მივაყოლოთ, იმიტომ რომ თუ ხარისხი მივიღე და დროში არ მივიღე, მაგ შემთხვევაში ის ხარისხი არაფერს არ ნიშნავს. მე მსვენელს ვიტყვი, რომ გიორგისთან ერთად ვისაუბრეთ ეთერს გარეთ საკმაოდ საინტერესო საკითხებზე და მე აღმოჩინე, რომ მას ესე ვთქვათ გამოცდილება აქვს ბუღალტერიაში, ხო? აი ბუღალტრული კითხვა მინდა დავსვა ამ შემთხვევაში. თქვენ საუბრობთ საკმაოდ რთულ ბიზნესზე, რომელიც არის რომელშიც აუცილებელია იყოს სრულად პროფესიონალი, სხვა შემთხვევაში მას ვერ აწარმოებ. და რომელიც არის დაახლოებით 2 წლის. ნუ გასაგებია რომ ბაზა მოყვებოდა, მაგრამ თვითონ ბრენდი 2 წლის არის. კითხვა ასეთია, არის თუ არა დღეს მომგებიანი ეს ბიზნესი და ასე ვთქვათ ხარჯებთან შედარებით გავდივართ თუ არა, ნუ სახალხო რო ვთქვა პლუსში. თუ ჯერჯერობით რაღაცა ისევ ზრდის პროცესში ვართ. პლუსში რა თქმა უნდა გავდივართ, ფაქტიურად ხა როცა ბიზნესი მოძრაობს და ვითარდება შესაბამისად, რაც შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენი ბიზნესი ყოველდღიურად ვითარდება და არის სიახლეები და ინოვაციები. შესაბამისად გავდივართ მოგებაში. მინდა ერთი აღნიშნო, არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ კორონას დროს თითქმის ბიზნესების 90%-მა შეუცვლა თანამშრომლებს ხელფასები. ჩვენ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. ყოველთვის გვაქვს გათვლილი, თუნდაც ძალიან მეხმარება ის გამოცდილება, რაც ბუღალტერიაში მივიღე, დაახლოებით 5 წელი ვიყავი მთავარი ბუღალტერი პარალელურ რეჟიმში. მეხმარება ციფრებთან კარგად ურთიერთობა და ყოველთვის გვაქვს გადადებული რაღაც X თანხა კრიზისისთვის, რომელიც საჭიროა შავი დღისთვის, როგორც ეთქვია. და არ ვართ ის, რომ მაგალითად კომპანიამ თუ დაწერა პირობითად მოგება 100.000, წავიღოთ სახში 100.000. აქ შემთხვევაში ჯობია წავიღოთ 30.000 და 70.000 ჩავაბრუნოთ ისევ ჩვენ განვითარებაში, იმიტომ რომ გავიზარდოთ. არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ახლა ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხის გაცემა თქვენ გაზომეთ, მაგრამ უნდა ვკითხოთ, რახან ციფრებზე დაიწყეთ საუბარი, დაახლოებით რა ინვესტიციაზეა საუბარი, როცა ასეთ ბიზნესს აწყობ ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. ანუ რა თანხაა საჭირო იმისთვის, რომ ეს ბიზნესი ზოგადად დაიწყო, თქვენი მოდელი? ჩვენი მოდელი რო დაიწყო, პირველ რიგში ინვესტიცია უნდა იყოს კადრებში.
ანუ ძლიერი კადრები, ანუ კარგი კადრები. ხელფასებს გულისხმობ. ხელფასები და მომზადება. ხელფასები იმდენად არ არის მნიშვნელოვანი პირველ ეტაპზე, როგორც ადამიანური რესურსები. რაც როგორც აღნიშნეთ პრობლემაა. ჩვენ შემთხვევაში რეალურად ინვესტიცია იყო ეს, რომელიც მოტივირებული ადამიანები იყვნენ ჩვენ გვერდით და მოტივაციით გავყევით. შესაბამისად, ვიტყვი ესეთ რაღაცას, თუ დაუშვათ ის სერვისები, რომელიც ჩვენ თავიდანვე ბრენდის დაარსებასთან ერთად გქონდა, დაახლოებით ავიღოთ და $100,000 მაინც ჭირდება ამ ყველაფერს, რომ მინიმუმ 6 თვეში რაღაცა დონემდე მივიდეს კომპანია. საუბარია ამ თანხაში საუბარია ტექნიკაზე, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია. ძალიან ძვირადღირებული ტექნიკა, რომელიც სერვერები, firewall-ი ნიშნავს დაცვა უსაფრთხოებას, ისევ ოფისი კადრები რო თავიდან მოგებაზე ვერ წავა, რა თქმა უნდა, რომ კადრები შევინახოთ. შეინახოს და არჩინოს, კი ბატონო. კარგი, აი რახან ფინანსებზე ვისაუბრეთ და გამოწვევებზე, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული, 2020 წელი ყველა მოცემულობით საკმაოდ რთული გამოდგა და ყველა სფეროსთვის ალბათ. თქვენს შემთხვევაში თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ პანდემია და აი ის დეტალები. ახლა უფრო დეტალურად მინდა ჩავეძიოთ, როგორ განვითარდა 2020 წლიდან IT Craft-ის ბედი, იყო თუ არა ვარდნა და პირველი დარტყმა, რაც თუ მიიღო თქვენმა კომპანიამ, რა ფორმის იყო და რა ნაბიჯები გადადგა თქვენმა მენეჯმენტმა იმისთვის, რომ დაეღწიათ თავი კრიზისისთვის. ჩვენ ფაქტიურად პანდემიას, ესე რომ ვთქვათ, მომზადებულები შევხვდით, იმიტომ რომ ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ სიახლე გქონდეს, გავიზარდოთ როგორც პროფესიონალი კადრები, ჩვენი გუნდი და შესაბამისად გადაწყობა არ გაგვჭიროებია. იყო რაღაც კომპანიები, რომელიცაც უფასოდ შევთავაზეთ მომსახურება, არაერთი დავეხმარეთ უსაფრთხო წტომებში, ჩვენივე ხარჯებით, რა თქმა უნდა, ჩვენივე აპარატურით, დღესაც სარგებლობს რამდენიმე კომპანია ამ სერვისით. ეს რას ემსახურებოდა ეს უფასო? ეს ემსახურებოდა იგივე ბიზნესების დახმარებას. ერთ-ერთი ჩვენც COVID-19-ის შემომწირველები ვართ, რომელსაც X თანხა გადავრიცხეთ და რეალურად გქონდა იმის რესურსი, რომ ჩვენ დავხმარებოდით ბიზნესებს, რომელსაც უდგა ის პროცესი, რომელსაც ცოტა ვერ იყო ფინანსურად მყარად, რა თქმა უნდა. და ვერ იღებდა თქვენს მომსახურებას ფასიანი თვალსაზრისით. დიახ, ფასიანი თვალსაზრისით, თუნდაც არ ვიცოდნენ ჩვენ შესახებ და როდესაც ჩვენ ამ კუთხით წავედით, ბევრმა გაგვიცნო პლუს და ეს ნაბიჯი არ იყო ის, რომ ხვალ რო სიტუაცია გამოსწორდება, ჩვენ თქვენთან უნდა შემოვიდეთ. აბსოლუტურად ეს გათვლა არ ყოფილა. ხო, ესე მიტყუების არ ყოფილა, რამდენიმე კომპანია ფეხზე დადგა მაგის შემდეგ, უბრალოდ არ შეგვითავაზებია. ისევ საჭიროება დადგება და რაღაც საკითხის დროს გაახსენდება რა და როგორ ჭირდება და როგორ არის საჭირო. ფინანსური კუთხითაც, რა თქმა უნდა, მოიკლო შემოსავალმა, იმიტომ რომ კომპანიები რეალურად რამდენიმე სასტუმრო დაიხურა. ჩვენც რა თქმა უნდა შეუჩერეთ მომსახურება. პლუს იყვნენ კომპანიები, ვისაც ვარდნა იყო, რა თქმა უნდა. დაახლოებით პროცენტულად თუ შეიძლება ითქვას. პროცენტულად დაახლოებით 20%, თუმცა გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, ახალი კომპანიები, რომელსაც ვერაუწყეს თუნდაც თავის IT-ებმა ფეხი და ვერაუწყეს IT კომპანიებმა, რომელიც ემსახურებოდა მანც. ვერ გადაიყვანეს უსაფრთხოდ დისტანციურ რეჟიმში. ჩვენ შემთხვევაში ამის პრობლემა არ ჰქონდა, იმიტომ რომ ჩვენ აპარატურულითაც მზად ვიყავით, ადამიანური რესურსებითაც მზად ვიყავით და შესაბამისად რაღაცა მოგვაკვდა, რაღაცა მოგვემატა, თუმცა დააბალანსა ესე რომ ვთქვათ ერთმანეთი. თქვენ აღნიშნეთ, რომ არაერთი კომპანია დაიხურა და ისე ვთქვათ კრიზისს ვერ გაუძლო, მათ შორის IT კომპანიებმა. რა იყო თქვენი დაკვირვებით მათი დახურვის მიზეზი და რა იყო მთავარი მიზეზი, რითაც თქვენ არავთ თუ დაიხურეთ, არამედ ისე ვთქვათ მყარად გახართ იმ პოზიციებზე, რაზეც იყავით და მხოლოდ 20% იყო ვარდნა შემოსავლების. ალბათ პროფესიონალიზმის ნაკლებობა, ანუ ვერ გადაეწყნენ ესე რომ ვთქვათ და ვერ აუდგეს ფეხი, არა მარტო IT სფეროში, ბევრი სფერო დაიხურა, იმიტომ რომ ახალი შესაძლებლობები ზოგმა ვერ დაინახა სამწუხაროდ. და ვერ გადავიდა იმ მოცემულობაზე, რომელზეც საჭირო იყო ამ დროს გადასულიყავით. უფრო პროფესიული კუთხით იყო პრობლემა და პლუს ფინანსიური არ ქონით, რომ ეს აპარატურა რაც საჭირო იყო ამ ყველაფრისთვის შეეძინათ და გაემართათ. ანუ აუცილებელია მაინც ფინანსების არსებობა იმისთვის, რომ რაღაცა აპარატურით შეძლოთ იგივე თუნდაც კადრების შენარჩუნებით, თუ კადრი ხა კი გასაგებია, ბევრს ესმის, რომ კრიზისია, შეუძლია რაღაც უხელფასოდ იმუშაოს ერთი თვე, ორი თვე, მაგრამ ეს არ იყო ერთი თვე და ორი თვე. უფრო ღრმად რომ ჩავიხედოთ მოვლენების განვითარების სქემაში. დადგა პანდემიის ასე ვთქვათ ჩაკეტვის მომენტი, გვახსოვს ყველას ძალიან კარგად ავტომობილების გადაადგილება, კომენდანტის საათი და ასე შემდეგ. რა იყო პირველი მოთხოვნა თქვენი კლიენტებისგან თქვენი მისამართით, როგორც
კომპანიისა. ანუ რა მოთხოვნები წამოვიდა პანდემიის გამძვირნარების შედეგად. ეს იყო ონლაინ ჩარტვები, ეს იყო რაღაცა უფრო დაცულობა ან არ ვიცი, ვებგვერდების სრულყოფა, რომელი პროდუქტი იყო ყველაზე მოთხოვნადი? წვდომა თავისივე ბაზებთან, სამუშაო ფაილებთან, რომელიც უზრუნველყავით, პლუს კარგი კითხვა, ჩვენ ამისთვის შევიმუშავეთ ის, რომ მაგალითად Zoom-ი იყო ძალიან დატვირთული და რამდენიმე ესეთი პროგრამა. ჩვენივე სერვერზე გავაკეთეთ პროგრამა, გავაკეთეთ რაღაც ღია კოდი, ავიღეთ და ჩავასხით ჩვენ სერვერზე, სადაც Zoom-ის მსგავსი პროგრამა იყო ქართულ სერვერზე, cloud-ზე. ეს თქვენი ექსკლუზიური საშუალება იყო კონტაქტისა? კი, გადმოვიტანეთ უცხოური მაგალითი და ჩავუშვით ჩვენთან, რომელსაც ვთავაზობდით ჩვენს პარტნიორებს და ასევე ყველას. და როგორ მუშაობდა ეს ყველაფერი? ძალიან კარგად მუშაობდა, დღესაც მუშაობს, რამდენიმე სკოლა მუშაობს ამაზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ინტერნეტის ღირებულება არის ძალიან ძვირი. შესაბამისად, როცა სკოლას ან თუნდაც კომპანიას ჭირდება რამდენიმე Zoom-ში ჩართვა, მაგ შემთხვევაში ჭირდება მაღალი ხარისხის ინტერნეტი, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში ჭირდებათ მხოლოდ ლოკალური ინტერნეტი, რომელიც არის ქართული ბაზრისთვის და შესაბამისად არ არის იმდენი ხარჯი ინტერნეტის კუთხით. ჩვენ ამას უფასოდ ვაძლევთ დღესაც მომხმარებლებს და დღესაც იყენებენ რამდენიმე კომპანია. თქვენ კომპანიებზე საუბრობთ? არა მარტო ჩვენი, სხვა კომპანიებიც, რომელთანაც ანუ შეიძლება არც ვიცნობდეთ ისეთი კომპანიები იყოს. ძალიან საინტერესო გავაგრძელოთ ამ თემას საუბარი, მცირე სარეკლამო ჭრა მოგვიახლოვდა. მე შევახსენებ ჩვენელებს, რომ დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ IT Craft-ი, კომპანია, რომელიც IT outsource-ს თავაზობს კომპანიებს და მისი დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი მიქაცაძე არის დღეს ჩემი სტუმარი. დაგიბრუნდებით ძალიან მალე. რეკლამა. ბრიტანული ლეგენდა კრისტალბეტზე. ითამაშე რაც გინდა, დააგროვე გათამაშების ბილეთები და ყოველ მეორე დღეს 18 საათსა და 40 წუთზე მოიგე 20 Range Rover-ი. კრისტალბეტი, უდამ ნომერი პირველი. ავტოსამრეცხაო გმირთა მოედანზე ფორმულა 1, სწრაფი მომსახურება და მყუდრო კაფე. ყოველი მეშვიდე გარეცხვა უფასოდ. სალონის სრული დეზინფექცია, ქიმწმენდა და ასევე თქვენი ავტომობილის ხარისხიანი შეფუთვა სასურველი ფერის სტიკერით. 24 საათის განმავლობაში გმირთა მოედანზე ესტაკადის ქვეშ ავტოსამრეცხაო ფორმულა 1. თქვენი ავტომობილის კომფორტული რეცხვისთვის. ეკოვუდი გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს, ციმბირული ფიჭვის, ლარიქსის, ლისტვენიცის, კოპიტის, მუხის და ტროპიკული ჯიშებისგან დამზადებული პროდუქციის დიდ არჩევანს. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ პოლონური წარმოების ალტაქსის ხის დასამუშავებელი ლაქები, ზეთები და საღებავები. გვესტუმრეთ ახალ მისამართზე, წყალსადენის ქუჩა 21, ტელეფონი 571 20 40 40, 571 20 22 22. ეკოვუდი, ხის მასალების ნომერ პირველი იმპორტიორი საქართველოში. ჩვენი ვებგვერდი ecovud.g. რადიო ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 2 38 18 90. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი. ძვირფას რადიო მსმენელებო და ძვირფასო მაყურებლებო Facebook-ზე ასე უნდა მოგმართოთ, ვინაიდან დღეს უკვე განუყოფელი ნაწილია Facebook ჩართვა. ჩვენი სპონსორი კომპანია კასპერსკი შეგახსენებთ დაარსდა 1997 წელს. მისი მისია კიბერსივრცის უსაფრთხოება და უზრუნველყოფა გახლავთ ამ უსაფრთხოებისა. კომპანია კასპერსკის ტექნოლოგიით დაცულია 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი, ემსახურება 270,000 კორპორატიულ კლიენტს და მსოფლიოს 30 ქვეყანაში ყავს ლოკალური წარმომადგენელი. სწორედ ეს სპონსორი, ჩვენი დღევანდელი სპონსორი, კომპანია კასპერსკი აწესებს პრიზს. ძალიან საინტერესო პრიზები გათამაშდება, პრიზი და ასევე ასე ვთქვათ, მანუგეშებელი პრიზი, ორი პრიზი გვაქვს, ანუ გამარჯვების შემთხვევაში გადმოგცემთ და ასევე არასწორი პასუხის შემთხვევაში. თუმცა ეს ყველაფერი ოდნავ მოგვიანებით, ჩვენ დავსვამთ კითხვას და რამდენიმე სავარაუდო პასუხით შემოგიერთდებით. მანამდე კი ვაგრძელებ საუბარს ჩვენ სტუმართან. კომპანია IT Craft არის ასეთი კომპანია, რომელიც საკმაოდ წარმატებით არის წარმოდგენილი საკუთარ ამ სფეროში, IT სფეროში. აქ არის უამრავი სერვისები წარმოდგენილი. ფაქტურად ყველა სერვისი, რაც კი IT-სთან შეიძლება იყოს
კავშირში ეს არის სერვერების კოლოკაცია, საპორტი, ასევე ტექნიკის ფიზიკური და ასე ვთქვათ პროგრამული შეკეთება, უსაფრთხოების სისტემების ახანძრო უსაფრთხოება, აუთსორს მომსახურება, მოკლედ ყველაფერი ის, რაც შეიძლება IT-ში ნიკებს უკავშირდებოდეს როგორც იტყვიან. თუმცა აქვე დავამატებ იმასაც, რომ IT Crafts აქვს ვებგვერდი, მე თუ სწორად მახსოვს და შემისწორებს ბატონი გიორგი, ეს არის itcraft.g. სწორია? ანუ აქ დაინტერესების შემთხვევაში ყველა ინფორმაციას ჩვენ ვნახავთ. კი ბატონო, არის თითქმის ყველა ინფორმაცია, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელიც უკვე უშუალოდ მენეჯერებთან საჭიროებიდან გამომდინარე შეგვიძლია მოვარგოთ კომპანიას, ანუ ჩვენ არ გვაქვს კონკრეტულად რაღაცა ის რომ ეს უნდა მოერგოთ თქვენ, ანუ ჩვენ ვერ გებით თქვენ საჭიროებას და არა თქვენ მოერგოთ ჩვენ საჭიროებას. როცა შეიზღუდა გადაადგილება და მერეც ახლაც ძალიან თქო დაჟინებით გთხოვენ ჩვენ და მე ვიზიარებ ამ მოთხოვნას, რომ დავიცვათ დისტანცია თანამშრომლებთან, ზედმეტი ხალხი არ მოძრაობდეს. თქვენ აღნიშნეთ, რომ 35-მდე ადამიანი არ არის ცოტა. როგორ ახერხებდით ფიზიკურად მუშაობას ოფისში, თქვენ გადახვედით თუ არა დისტანციურ მუშაობაზე და რამდენად შემაფერხებელი იყო ეს პროცესები თქვენთვის? დიახ, მოკლედ ჩვენ რეალურად რადგან IT სფერო ვართ და რეალურად მაინც დისტანციურად ვემუშავებით მომხმარებლებს, ძირითადი ნაწილი იყო დისტანციურად მუშაობდა, მაგრამ იყო გარკვეული ადამიანები, რომელიც დისტანცირებულად რა თქმა უნდა და ყველა წესის დაცვით დადიოდა ოფისში და აკეთებდა თავის საქმეს, რომ მონიტორინგის თუმცა არა ყველა. ყველა არ იყო საჭირო და არ დადიოდა ყველა. და პლუს ამას დავამატეთ შემდეგ საკურიერო სერვისი ყველასთვის, რომელიც იყო აბსოლუტურად უფასო. მივდიოდით ადგილზე, რა თქმა უნდა, ყველა წესის დაცვით ასევე მოქონდა შესაკეთებელი ტექნიკა იყო თუ რა იყო და თავადვე მოქონდა. თავადვე მოქონდა, რომ მომხმარებელს მეტად ეს იყო ერთჯერადიც, იყო ჩვენი კორპორატიული კლიენტიც და თუნდაც იქ მომუშავე ადამიანების პირადი ტექნიკა. და როცა გადაადგილება შეიზღუდა, თუ გქონდათ საშუალება იმის ან საშვი და ასე შემდეგ, რომ გადაადგილება რეალურად ისე დაემთხვა, რომ ჩვენი თანამშრომელი ცხოვრობს იქვე, სადაც გვაქვს ეს ოფისი და რეალურად გადაადგილების პრობლემა არ შეიქმნა. მშვენიერია. ესე იგი, ზოგჯერ უბანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გადამწყვეტი ამ შემთხვევაში. დღეს როგორი ვითარებაა ფინანსური თვალსაზრისით, ბატონ გიორგი? ანუ ძალიან გაიზარდა ინფიცირების რაოდენობა, სიკვდილიანობა სამწუხაროდ. რამდენად გრძნობს ამას თქვენი ბიზნესი და თქვენი პარტნიორები? რამდენად გრძნობს? გრძნობენ რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორები, ჩვენ არ ვართ კონკრეტულად რაღაც კონკრეტულ ბიზნესზე ორიენტირებული IT კომპანია, ვემსახურებით სხვადასხვა ტიპის კომპანიებს და შესაბამისად ნებისმიერ სფეროს როგორც ნებისმიერ სფეროს კი ბატონო. აქ არის სასტუმროები, რომელსაც ძალიან დაარტყა ამ პანდემიამ და ფაქტიურად გაჩერებული თუ არ ჩავთვლით იმ ნაწილს, რომელიც იგივე COVID-ის თემაში არის ჩართულები. ასევე მათაც არ აქვთ ის ფუფუნება, როგორც ჰქონდათ მანამდე, როგორც იყო გამართული მუშაობის დროს. პლუს აქ ტურისტული კომპანიები იყო, არის ისევე კვების ობიექტები, რომელსაც ისევ დაარტყა და რეალურად რესტორნები კი ბატონო და მაგ კუთხით ყველანაირად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ რაში გამოიხატება ხელშეწყობა? ფინანსური კუთხით გაუნახევროთ თუნდაც გადასახადი, რომელსაც ჩვენთან იხდიან ჩვენ შემთხვევაში. გადაუნაწილოთ დავალიანება თუ რამე გააჩნიათ და მსგავსი პრევენციები. და პლუს კიდე თუ საჭიროებას წარმოადგენს, რომ აპარატურა მივაწოდოთ თუნდაც კომპიუტერი, ვაწოდებთ ჩვენივე ხარჯით და ვეუბნებით, რომ 4-5 თვის შემდეგ შეგიძლიათ ნელ-ნელა დაფაროთ. ანუ მაქსიმალურად ხელს უწყობთ და ვცდილობთ, რომ ერთმანეთი გადავარჩინოთ კომპანიებმა, ესე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ სწორი მიდგომაა, მე ვთვლი და მისასალმებელია ეს მიდგომა. ფაქტიურად ჩანს თქვენი, ესე ვთქვათ, დამოკიდებულება ქართული ბიზნესის მისამართით და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სანამ დრო გვაქვს სამომავლო გეგმებზე, იმიტომ რომ თქვენ რეალურად ქმნით მომავალი თაობის ბიზნესს. ეს არის IT სფერო, რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო ხშირ შემთხვევაში ცოტა შემაშინებლადაც კი იკავებს ადგილს ჩვენს ცხოვრებაში. თქვენი კომპანიის როგორც დამფუძნებელს ისე გკითხავთ ამ შემთხვევაში და როგორც ხელმძღვანელს, თქვენი კომპანიის განვითარება როგორ გესახებათ უახლოეს წლებში, თუნდაც პანდემიის მიერ გამოწვეული დამუხრუჭების ფონზე და სად ხედავთ თქვენს კომპანიას, როგორი ფორმისას ხედავთ მას, ანუ რა არის თქვენი მიზანი? უახლოეს 2-3 წელიწადზე მაქვს საუბარი.
ჩვენი პროფილი რეალურად დიდად არ შეიცვლება, იმიტომ რომ ორიენტირებულები ვიქნებით ისევ სერვისების მიწოდებაზე. და რეალურად იქით მიდის ყველაფერი, დაახლოებით 6-7 წელი მაქსიმუმ და ყველაფერი გადავა სასერვისო მიწოდებაზე და არა აპარატურულ გაყიდვის დონეზე. რაც გულისხმობთ, მოდი დავუკონკრეტოთ. სერვერები მაგალითად, აპარატურა, რომელიც დღესდღეობით ვყიდულობთ და ვიდგავთ ოფისებში, ფიზიკურად ნირთს და ვდგავთ ოფისში. რეალურად ეს აღარ იქნება საჭირო და გვექნება ყველაფერი გატანილი ჩვენს ოფის გარეთ. როგორ? ისევ cloud სისტემებში, ბევრი ამერიკული კომპანია მუშაობს მაგალითად, ანუ თავის წესდებაში აქვს, რომ რაც თავისი ბიზნესი არ ეხება, არ აწარმოოს თვითონ არაკეთოს შიგნით. მაგალითად, McDonald's-ი რო ავიღოთ, ბუღალტერია, IT შიგნით არ ყავს და არც ეყოლება. Outsource ყავს? Outsource ყავს აუცილებლად. ყველა კომპანია ნელ-ნელა აქეთ წავა. დღესდღეობით არის ხოლმე ესეთი პრეცედენტი, რომ ჩემი უნდა იყოს ჩემთან. პროგრამა იქნება თუ რაც არის. ეს მხოლოდ საქართველოში ხდება თუ? საქართველოშიც ხდება და სხვა ქვეყნებშიც, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ინტერნეტში გვაქვს შეერთებული აპარატურა, ჩვენთან აღარ არის, ყველგან არის, საიდანაც თუ არ დავიცავთ, ყველასთან არის. შესაბამისად, იგივე პრინციპი იქნება ეს, რომ გავიტანოთ გარეთ. მინდა ერთი დავამატოთ, რომ ჩვენი კომპანიამ მიიღო ფაქტიურად საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სამომავლოდ ფიქრობთ, ვთილობთ და სურვილი გვაქვს, რომ გავიტანოთ ეს სერვისები საქართველოს გარეთ. რას ნიშნავს მიიღო საერთაშორისო სტატუსი, რითი დასტურდება ეს და რას გაძლევთ კონკრეტულად? ეს დასტურდება იმით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ, ვქნით პროდუქტს, რაც არის მომსახურების კუთხით, თუნდაც სერვისების კუთხით. ანუ არსებობს რაღაც სტანდარტი, რომელსაც აკმაყოფილებთ. ვაკმაყოფილებთ სტანდარტებს, ვერ ვაკმაყოფილებთ მხოლოდ ორნიდან წილში, ის არის თამაშების წარმოება, რაც არ არის მოთხოვნა ჩვენი, რაც არ გთხოვინა შესაბამისად არც გვაფერხებს ამის მიღებაში. აი გულისხმობა თამაშების წარმოება. თამაშების დაწერა პირობითად თამაშების გამოშვება. კომპიუტერულ თამაშებში. კი, კომპიუტერულ თამაშებში. შესაბამისად ვაკმაყოფილებთ ყველა კრიტერიუმს, რაც იყო მოთხოვნილი და შესაბამისად მივიღეთ. გიორგი, როგორც არ მცოდნე ადამიანი გეკითხებით, რომელი ორგანო აფასებს ამას თქვენ სტატუსს და ვინ გაძლევთ აი ამის ამ სტატუსის ქონის უფლებას? იგივე იუსტიციის სამინისტრო აფასებს ამას, შესაბამისად რომ ვაგზავნით მოთხოვნას, შესაბამისად მე ხდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ამის შეჯერება და აქედან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება. და თქვენ გექნებათ საშუალება იმუშაოთ უცხოელ პარტნიორებთანაც? დიახ, და პლუს გეგმავთ ჩვენი კადრები გადავამზადოთ არა მარტო საქართველოში და მოხდეს ამერიკა გვასწრებს ძალიან ესე რომ ვთქვათ ამ სფეროში ამ მიმართულებით, თუნდაც ონლაინ კურსები მოხდეს და ინფორმაციის გაცვლა. რამდენად დიდია მოთხოვნა, დაუშვათ ან დობის მომენტი უცხო ქვეყნისთვის, დაუშვათ იგივე ქართული კომპანია დაიქირაოს თავისი IT რეალურად ჩვენი კონკურენტებს ვერ დავარქვევთ, იმიტომ რომ სხვა პროფილების არიან, საქართველოსდან რამდენიმე მსხვილი კომპანია მუშაობს პრეცედენტი ამის არსებობს. არსებობს, რა თქმა უნდა, და შესაბამისად არც ჩვენთან არის შორს, რომ ინტერნეტი მსოფლიოს აპატარავებს და შესაბამისად აქაც ალბათ ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ინვესტირება გავაკეთოთ კადრებზე, გავიზარდოთ და შესაბამისად თუ გათვლილი გვაქვს ისე გეგმა, რომ ანუ დღეს და ხვალ არ უნდა ვიყოთ ბაზარზე, უნდა ვიყოთ ძალიან დიდი ხანი, ჩვენ სახელს ვიმკვიდრებთ ყოველდღიურად, რაც ჩანს ჩვენ თითოეულ ნაბიჯებში და როგორც ჩვენი სავიზიტო ბარათი ჩვენი საქმეებია, ესე ვიტყოდი და ფაქტიურად აქედან გამომდინარე რეკომენდაციები მოდის ძალიან ბევრი რომ ჩვენ მომსახუროთ მომხმარებლებს და შესაბამისად ფაქტიც და ხარისხიც ერთმანეთს ვიყვება. გაქვთ თუ არა კონკრეტული გეგმა, რაც პროგრამა მინიმუმს შეეხება, იგივე კლიენტების რაოდენობის თვალსაზრისით. დაუშვათ, რომ თქვენმა კომპანიამ მიაღწიოს რამდენიმე 1000 მომხმარებელს. აი, ასეთი გეგმა თუ არსებობს და როდისთვის გეგმავთ ამ გეგმის შესრულებას თქვენი გათვლებით? პროგნოზებზე ვსაუბრობთ. ცოტა ამბიციური ადამიანი ვარ ზოგადად და ყოველთვის მინდა რომ წინ ვიარო, როგორც კომპანიამ, ასევე მეც და შესაბამისად ესე კონკრეტული რაოდენობა არ არსებობს. ზედაზღვარი არ არსებობს. ზედაზღვარი არ არსებობს და არ არსებობს ის ზღვარი რომ ხარისხი დავარდეს. ანუ კლიენტებთან, ზრდასთან ერთად უნდა გაიზარდოს ხარისხი. იგივე რაც მეტყველებს იმას, რომ ასევე გვაქვს დანერგილი help desk სისტემა, რაც მოიცავს მომხმარებლების კომფორტის შექმნას, რომ მაგალითად პრობლემა აქვს, მოიწერება, ვნახავთ და რამდენიმე ადამიანი ნახულობს და 1 წუთის დაგვიანებითაც არ ხდება პასუხების დაბრუნება და პრობლემის მოგვარება. ეს ხარისხი არ შეიცვლება, ამის პირობას ვდებ თითოეულ ჩემ პარტნიორთან, ვისთანაც თანამშრომლობთ, პირიქით გაიზრდება და ახალ-ახალი
და ისე რომ ვთქვათ, უხეშად ნავაროტკები დაემატება ჩვენ სერვისებს. კი ბატონო, ოდნავი გადახვევა გვიწევს ამჯერად ჩვენი გადაცემის ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე. მე მინდა მსმენელებს მოუწოდო, მოემზადეთ სატელეფონო ზარისთვის ნომერი გახლავთ 2381890. ეს არის ქალაქის ნომერი, რომელზეც მიიღება პასუხი კითხვაზე, რომელსაც ახლავე გავაჟღერებ, თუმცა აქვე ჩვენი წესის შესახებ თუ კი მიგიღიათ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში, მომავალი თაობის ბიზნესში, ამ კონკურსში, ამ ესე ვთქვათ, მცირე კონკურსში, ძალიან გთხოვთ ვაცალოთ სხვა მსმენელებს, ვინაიდან ჩვენ გსურს რომ ყველა მსმენელმა, ჩვენმა აქტიურმა მსმენელმა შეძლოს მონაწილეობის მიღება. ამიტომ ნუ დავკავებთ ხაზს, ვინაიდან სამწუხაროდ ვერ ჩაგითვლით ვერც მოგებას და ვერც წაგებას, იმ შემთხვევაში თუ უკვე მონაწილეობდით ჩვენს გადაცემაში. ასე რომ ველი ახალ მსმენელს, რომელიც პირველად დარეკავს დღეს, ნომერზე 2381890. კითხვა: რას წარმოადგენს კომპანია კასპერსკის გადაწყვეტილება Small Office Security? გავიმეორებ. კითხვა: რას წარმოადგენს კომპანია კასპერსკის გადაწყვეტა Small Office Security? პირველი სავარაუდო პასუხი: იცავს Wi-Fi-ს თქვენს ოფისში. მეორე სავარაუდო პასუხი: მცირე ბიზნესის ოპტიმალური დაცვა და მესამე სავარაუდო პასუხი: სპეციალური ანტივირუსული პროგრამა, რომელიც იცავს თქვენს მოწყობილობებს ყოფილებისგან. ყოფილებში, რა თქმა უნდა, ხვდებით ალბათ, ყოფილი, არ ვიცი, პარტნიორი, გნებავთ ბიზნეს პარტნიორი, გნებავთ პირადი ცხოვრების პარტნიორი. თამაშდება მეგობრებო, სწორი პასუხის შემთხვევაში, კადრში ვაჩვენებთ Facebook მომხმარებელს, ეს არის მუსიკის უსადენო გადამცემი ავტომობილისთვის, ეგრეთ წოდებული Bluetooth გადამცემი, რომელსაც მე აქტიურად ვიყენებ და ყოველთვის ხარისხიანი მუსიკა მაქვს ავტომობილში, რაც შემთთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მელომანისთვის. არასწორი პასუხის, ანუ შეცდომის შემთხვევაში თქვენ არ დარჩებით უპრიზოთ, ეს არის ფლეშ მოწყობილობა, ფლეშ ბარათი, USB ფლეშ ბარათი, რომელიც რა თქმა უნდა სხვა ინფორმაციის გადამტანი გახლავთ და ასევე ვირუსებისაც, ამიტომ ანტივირუსი აუცილებლად უნდა გქონდეთ დაინსტალირებული კომპიუტერში. მაშინ ასე გავიმეორებ კითხვას და სამ სავარაუდო პასუხს. რას წარმოადგენს კომპანია კასპერსკის გადაწყვეტილება Small Office Security? პირველი პასუხი: იცავს Wi-Fi-ს თქვენს ოფისში, ნიშნავს იმას, რომ ვერავინ ვერ ისარგებლებს თქვენი Wi-Fi თუ ფასოდ, ესე ვთქვათ, დაუკითხავად. მეორე სავარაუდო პასუხი: მცირე ბიზნესის ოპტიმალური დაცვა გახლავთ და მესამე სავარაუდო პასუხი: სპეციალური ანტივირუსული პროგრამა, რომელიც იცავს თქვენს მოწყობილობებს ყოფილებისგან, ანუ ყოფილების შემოტევებისგან, ესე ვთქვათ. რომელია სწორი პასუხი? 2381890. ვისაც ჯერ არ მიუღია მონაწილეობა ჩვენს აი ამ კონკურსში, გთხოვთ დარეკოთ და გავცეთ სავარაუდო პასუხი და თუ კი ის იქნება სწორი, თქვენ მოიგებთ Bluetooth გადამცემს ავტომობილისთვის. მე და ბატონი გიორგი გელით და შემდეგ ჩვენც დავასრულებთ გადაცემას. მაშასე 2381890-ზე ველი პასუხს მსმენელისგან. სამწუხაროდ ჯერჯერობით სწორი პასუხი არ ჩანს, ეთყობა კითხვა ძალიან რთულია. Small Office Security რა შეიძლება იყოს? ეს არის Wi-Fi-ის დაცვა ოფისში, ეს არის მცირე ბიზნესის ოპტიმალური დაცვა, რაც გულისხმობს განსაკუთრებული შესაძლებლობა თქვენი მცირე ბიზნესის უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის, გადაწყვეტილება კომპანიებისთვის, სადაც მუშაობს 25-მდე თანამშრომელი, იცავს კომპიუტერებს, ლეპტოპებს, ფაილებს, სერვერებს და მობილურ მოწყობილობებს. მოკლედ ყველაფერს იცავს, რაც კომპანიასთან არის კავშირში და მესამე ანტივირუსული პროგრამა, რომელიც იცავს მხოლოდ ყოფილებისგან თქვენს მოწყობილობებს. მსმენელი გვირეკავს, გამარჯობა. გამარჯობა. ვინ გვირეკავს? სახელი? გურამი. ბატონო გურამ, როგორ ბრძანდებით პირველ რიგში? ჯანმრთელად ხომ ხართ? აუცილებლად კი, მაგრამ. თავს თუ უფრთხილდებით? ვცდილობთ. ნუ დისტანციაზე კი ვართ ახლა ჩვენ და ველით თქვენგან სწორ პასუხს, თქვენი აზრით, რომელი ვარიანტია სწორი? მეორე პასუხი თუნდაც ზუსტად აღარ მაქვს. მეორე, ესე გავიმეორებ, თქვენ ფიქრობთ რომ Small Office Security კომპანია კასპერსკისგან ეს გულისხმობს მცირე ბიზნესის ოპტიმალურ დაცვას, განსაკუთრებული შესაძლებლობაა თქვენი მცირე ბიზნესის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად 25-მდე თანამშრომლის, ესე ვთქვათ, კომპანიებს იცავს კომპიუტერებს, ლეპტოპებს, ფაილებს, სერვერებს და მობილურ მოწყობილობებს? დიახ. ვრცელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ბრავო. სწორია. გილოცავთ, ბატონო გურამ, ეს აპლოდისმენტები თქვენ. ეს Bluetooth გადამცემიც თქვენ, ავტომობილს თუ ფლობთ? დიახ. კი ბატონო, მაშინ ესე ვთქვათ, სწორედ რომ გამოგადგებათ ეს მოწყობილობა, მიხარია. არ გათიშოთ ყურმილი, ვინაიდან ეთერს გარეთ უნდა აგიხსნათ, სად და როგორ მიიღოთ კუთვნილი პრიზი და წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა ჯანმრთელობას.
არ გემშვიდობებით, ეთერს გარეთ გაგესაუბრებით თქვენ. მე კი დავუბრუნდები ჩემს სტუმარს, რომელიც გახლავთ IT Craft-ის დამფუძნებელი და დირექტორი ბატონი გიორგი მიქაცაძე, რომელმაც საკმაოდ საინტერესო, ასე ვთქვათ, ექსკურსი ჩაგვიტარა IT სფეროში. მე პირადად ძალიან მიყვარს ეს სფერო, საერთო ტექნოლოგიები და მიხარია, რომ საქართველოში უკვე საკმაოდ მაღალ პროფესიონალურ დონეზე ავიდა IT სფერო, თუმცა თქვენ აღნიშნეთ, რომ ამერიკა ძალიან გვისწრებს და ჩვენ ქართველებს, როგორც ამბიციურ ხალხს, აუცილებლად დავეწიოთ და გავესწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა ეს ცოტა კომუნისტურად ჟღერს, მაგრამ მე მგონი ცუდი არაფერია იმაში, თუ სწორებას გავაკეთებთ ძლიერზე და წარმატებულზე. შესაბამისად, მე მინდა წარმატებები უსურვოთ თქვენს კომპანიას, ამ ახალგაზრდა გუნდს, მე ვიცი რომ საკმაოდ ახალგაზრდა ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული. იმედს დავიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში თქვენი ვთქვათ, ეს ძალისხმევა ხარისხისა და ფასის ოპტიმალური შეფარდებისა იქნება კიდევ უფრო დაფასებული ჩვენს ქვეყანაში და საკმაოდ საინტერესო პროგნოზი გამოთქვით, რომ უახლოეს მომავალში ძირითადად კომპანიები გადავლენ აუთსორსებზე და თქვენი პროდუქტი იქნება კიდევ უფრო მოთხოვნადი, ვიდრე დღეს არის. მეც გეთანხმებით აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ სფეროში თანამშრომლობთ ჩვენი რადიოსადგური აუთსორსთან, ეს არის ბუღალტერია, იურისტი და ასე შემდეგ, იგივე IT. და ზუსტად ფიქრობ, რომ აბსოლუტურად ადეკვატურად უდგებით ამ საკითხს, ამიტომ დიდი წარმატებები და მომავალშიც იმედი მაქვს საინტერესო პროექტებზე სასაუბროთ შევხვდებით ერთმანეთს. უღრმესი მადლობა თქვენს მსმენელს და ძალიან დიდი მადლობას გადაგიხდით ყველას ჩვენთვის დათმობილი დროისთვის. წარმატებები. IT Craft-ი უკაცრავად IT Crafts ეს არის კომპანია, რომელიც IT outsource ახორციელებს კომპანიებისთვის. IT Craft.g ვებგვერდი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დეტალური ინფორმაცია. ჩვენი სტუმარი გიორგი მიქაცაძე, მისი დამფუძნებელი და დირექტორი გახლდათ და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ორშაბათს 15 საათზე. ეთერს ბეგი უძღვება და მადლობა ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დავიცვათ დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადეები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა პირველ რიგში საკუთარ ოჯახებს, საკუთარ თავებს. დროებით მომავალ შეხვედრამდე. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია Kaspersky წარმოგიდგენთ. ბიზნეს გადაცემა, მომავალი თაობის ბიზნესი. ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე. რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში? კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში. ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე. მომავალი თაობის ბიზნესი. ჩვენებურზე. Kaspersky. გააქტიურე მომავალი.